მოგესალმებით professor მაგისტრანტებო. ეს ხო ჩვენ ვიწყებთ ლექციების კურსს ასტრონომიის შეუმთავრებში, რომელიც თავისთავად შედგება, როგორც უკვე იცით ალბათ, 3 ბლოკისაგან. ბლოკი, რომელსაც მე წარმოგიდგენთ, არის დაკომპლექტებული სფერული ასტრონომიის საკითხებისაგან. ეს ისეთი ფუნდამენტური საკითხები, რომელიც ყველა ასტრონომმა უნდა იცოდეს, საგმოგენო მასალა ქონდეს. პირველი ლექციის თემა არის დედამიწის ფორმა და სიდიდე. დედამიწის სფეროიდის ძირითადი წრეწირები და წერტილები, დედამიწის ზედაპირზე წერტილის კოორდინატების განსაზღვრა. აქ ლაპარაკი იქნება არა კოორდინატის განსაზღვრის მეთოდებზე და დაკვირვებებზე, არამედ იმაზე, თუ რომელ წერტილს როგორი კოორდინატი შეესაბამება და რანაირად ითვლება ის პირველ რიგში ესე, ხოლო შემდგომში შესაძლებელია ამის დაზუსტებაც კი ზუსტი მეთოდები. შემდგომში საკითხი შემდეგი არის დედამიწის პოლუსების მოძრაობა და განედისა და გზების ცვლილება. ამ შემთხვევაში ჩვენ პოლუსების მოძრაობის ზოგად სახეს ნახავთ შესაბამისად, რომ პოლუსის მოძრაობა ხადია გაიყოლებს განედისა და გზების მნიშვნელობებსაც ახალის მოძრაობს და შესაბამისად როგორ არის მოსალოდნელი ცვლილებები, ამის ზოგად შეფასებასაც ალბათ მოვასწრებთ ლექციის განმავლობაში. შევხედოთ შემდგომში უკვე დეტალურად თითოეულ საკითხს. ახლა ზოგად წარმოდგენა დედამიწის შესახებ ჩვენ ყველას გვაქვს. დედამიწის ფორმა როგორი არის? ბავშვობიდანვე ვეჩვევით, როგორც კი ლაპარაკს სწავლობთ სკოლაში მივდივართ, რომ ის არის რაღაც ბურთის ფორმის, ანუ სფეროს ფორმის. როდესაც ლაპარაკი არის ზუსტი სფერო შეიძლება არ იყოს, მაშინ ეძახიან სფეროიდს. ანუ სათაურში უკვე ჩვენ გაგვეყარა ეს ინფორმაცია სფეროიდის შესახებ და თქვით კიდეც, რომ დედამიწის სფეროიდის ძირითადი წერტილები და წერტილები გვინდა. იყო ესეთი ფორმა, როდესაც ეს მიამსგავსეს გეოიდს, დედამიწის მსგავსი სფერული, ასე ვთქვათ, ობიექტი. უფრო ზოგადად ეს არის ელიფსოიდი, ძალიან მცირე შეფრხილებით თუ მცირე გაწევლით, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი და მე მისგან მიახლოება გააკეთოთ დედამიწისკენ, მაგრამ ჩვენ მაინც სიმარტივისთვის ავიღებთ უფრო სფეროიდს და მის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებს. საქმე რაში არის? ჩვენთვის დედამიწა მნიშვნელოვანი არის როგორც ასტრონომიული ობიექტი, როგორც ციური სხეული ამ შემთხვევაში. ზოგ შემთხვევაში ჩვენთვის არის მატერიალური წერტილი, მხოლოდ ერთი წერტილის წერტილში გაიგივება ხდება მთელი ამ სხეულისა. ახლა როგორც კი ჩვენ განვიხილავთ დედამიწის ფორმას, სიდიდეს, რა თქმა უნდა გავიმეორებთ ამას. მაშინ გავაკეთებთ შესაბამის შენიშვნებს კონკრეტული საკითხების შესახებ. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ლაპარაკი არის ამ შემთხვევაში იმაზე, თუ როგორი მიახლოებით შეიძლება ასტრონომიაში ძალიან მაღალი სიზუსტის გამოთვლების ჩატარება. მოდით გავიხსენოთ მისი ფორმა. ძალიან ესეთი კლასიკური სურათი არის, ძალიან ლამაზი, როდესაც ეს სურათზე არის ფოტომონტაჟი გაკეთებული დედამიწის მსგავსი პლანეტების, ანუ მხოლოდ დედამიწის სიდიდეს სხვა მკვრივ პლანეტებთან შედარებით. რა თქმა უნდა, გიგანტი პლანეტები რომ მოგვეყვანა ჩვენ აქ მაგალითად, აღმოვაჩენთ, რომ დედამიწა ლამის წერტილის სადარი იქნებოდა თავისი ზომით მათთან შედარებით და ამიტომ დიდ ხეილს ვერ ნახავთ აქედან, ასე ვთქვათ, შედარების თვალსაზრისით. მაგრამ ის რომ ჩვენ გვინდა დედამიწა განვიხილოთ როგორც სფეროიდი, დედამიწის აი სფეროს ზედაპირზე განვიხილოთ ყველაფერს რაც დაგჭირდება, მასთან დაკავშირებით და სურათებიდან ჩანს, რომ ეს 4-ვე პლანეტა, მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსიც არიან საკმაოდ კარგი სფერული ფორმის სხეულები. თუმცა ჩვენ იქ დეტალებსაც ვიტყვით, რითი განსხვავდება დედამიწა სფეროსაგან. დედამიწის ორბიტული მახასიათებლები. ეს რა თქმა უნდა მისი ფორმა არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ მისი ადგილი მზის სისტემაში, სივრცეში. ამიტომ ცხადია ჩვენ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ გარემოიქცევა ის მზის გარშემო. მზის გარშემო ვიცით, თუმცა ამ ცოტას ლექციისას ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, მაგრამ ის გარემოიქცევა ელიფსურ ორბიტაზე, თითქმის წრიული, მაგრამ ელიფსური ორბიტა, რომლის აგერ უშორესი და უახლოესი მანძილები მოცემული გვაქვს.
კილომეტრებშიც არის, მაგრამ ასტრონომიაში კილომეტრებს თითქმის არასოდეს არ გამოიყენებენ და აგერ არის ასტრონომიულ ერთეულებში, ანუ საშუალო დაშორებაზე 0.16-ით და საშუალო დაშორებაზე 0.12-ით ნაკლები. ეს არის უშუალოდ და ყველაზე დიდი დაშორება მზისგან, ეს კი ყველაზე მცირე დაშორება მზისგან. ყველაზე ახლოს, მაინც მაგალითისთვის ვთქვათ, ყველაზე ახლოს დედამიწა თუ გახსოვთ, სრულყოფება 3 იანვრის მახლობლობაში არის 0.99 ასტრონომიულ ერთეულზე, ანუ 157 მილიონი კილომეტრზე. თუ გაიხსენებთ მონაცემებს და შეადარებთ საშუალო დაშორებას 159.6 მილიონი კილომეტრი, 159.600.000 კილომეტრი დაახლოებით. მასთან შედარებით აი 3 მილიონი კილომეტრი უფრო ახლოსაც შეუძლია დედამიწას მოსვლა და 3 მილიონი კილომეტრი უფრო შორს. თუმცა 1 მილიონი კილომეტრი შორს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის რომ გარემოქცევა არ ხდება წრეწირზე, მოცემული არის ელიფსური ორბიტის ექსცენტრისიტეტი. ის საკმაოდ პატარაა, 0.17 მეათასების დონეა. ეს ძალიან პატარა არის. ერთი შეხედვით, თუ დიდი გარჩევით არ დახარჯავთ დედამიწის ორბიტას, შეიძლება მოგეჩვენოთ ის წარმოიქცევა მზის გარშემო წრეწირზე. სინამდვილეში ეს არის ელიფსი მცირე გაწელილობით. ორბიტული პერიოდი, ანუ გარემოქცევის პერიოდი მზის გარშემო არის 365.26 მეასები დღე-ამ. ანუ ეს სრულ ერთეულებში არ არის. წელიწადებში ის გამოხატული 1.1 მეასეათასების ბოლო სიდიდით. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამას, განვიხილოთ სხვა სიტუაციაში ამ სპეციფიკურში ჩვენ ეს არ დაგჭირდება. ხოლო მნიშვნელოვანი მონაცემი, რომელიც ყველას ახსოვს ხოლმე, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში ავიწყდებათ, მაგრამ მაინც ეს მონაცემი ეს არის დედამიწის ორბიტული სიჩქარე, ანუ რა სიჩქარით მოძრაობს ის მზის გარშემო. ეს არის 29.8 კილომეტრი წამში, ძალიან დიდი კოლოსალური სიჩქარეა, მაგრამ ეს მეტნაკლებად ახსოვს ყველა ასტრონომიის მოყვარულს, მაგრამ მეორე გადაყვანილი კილომეტრ-საათებში ეს არის 7 კილომეტრი, აი საათში ხედავთ როგორი დიდი სიდიდი არის. მოდით გადავინაცვლოთ ჩვენ შემდგომ მონაცემებზე. ეს უფრო რაც გვჭირდება უკვე დღევანდელ დღეს, ეს არის დედამიწის ფიზიკური მახასიათებლები. საშუალო რადიუსი არის 6371 კილომეტრი. ამას ჩვენ თითქმის არასოდეს არ გამოვიყენებთ. ალბათ მოყვარულებს უფრო 6400 კილომეტრად ახსოვთ ეს მონაცემი. თუმცა არსებობს ეკვატორიული რადიუსი 6358 და პოლარული რადიუსი 6357 კილომეტრი. ხედავთ ყველაფერს გაფრთხილდა. ეს გამოწვეული არის იმით, რომ დედამიწა, როგორც ბევრი სფერული სხეული, შეფრთხილებულია თავისი ბრუნვის ღერძის მიდამოებში და პოლარული შეფრთხილებების გამო აი ეს შეფრთხილება მოცემულია ასეთი მცირე პატარა რიცხვით. გარშემოწირულობა არის 40000 კილომეტრზე ცოტათი მეტი. აქ მოცემული არის ეკვატორული და მერიდიანული, ანუ პოლუსიდან პოლუსამდე. ეგ შეფრთხილებისა გამო ცხადია პოლუსის მიმართ გარშემოწირულობა უფრო მცირე არის. ანუ თქვენ წარმოიდგინოთ ჰიპოთეზური მოგზაური შეჯიბრება რომ მოწყოთ ერთნაირი სიჩქარის ვთქვათ თვითმფრინავებით, ალბათ პოლუსიდან პოლუსამდე უფრო სწრაფად მივა ერთ გარშემოვლას მოასწრებს თვითმფრინავი, ვიდრე ვთქვათ ეკვატორის გასული. ეს იმისთვის რომ ისი გააზრება შეუძლია. ზედაპირის ფართობი მოცემული არის, ხედავთ უზარმაზარი რიცხვია, თქვენთვის ასევე მოცემულია მიწის ფართობი და მოცემულია წყლის ფართობი. ზეპირად შეიძლება თქვენ ესენი არ გახსოვდეთ, ნებისმიერ დროს შეიძლება მისი გამოსვლა ელემენტარული ფორმულებით, ცხადია, იმიტომ რომ ზედაპირის ფართობის გამოსვლა ერთ-ერთი უმარტივესი პროცედურა, მაგრამ აი ეს დაახლოებითი პროპორცია, რომ 29% არის მიწა და 71% თითქმის არის წყალი ზედაპირის. ეს უნდა იცოდეთ ძალიან კარგად, ეს არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეთ. აქ დედამიწის მოცულობა, რომელიც ასევე შეიძლება არ გახსოვდეთ იმ სიტუაციებში, ისიც გამოთვლადი არის ძალიან მარტივად, მაგრამ მასა უნდა გახსოვდეთ დიდი სიზუსტე. არ არის საჭირო რომ თქვენ 5.9 და ასე შემდეგ 10.24 კილოგრამი გახსოვდეთ, მაგრამ ეს რომ 6.24 კილოგრამია დაახლოებით, ეს უნდა იცოდეს ნებისმიერმა თქვენგანმა. საშუალო სიმკვრივეც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დაახლოებით 5.5 გრამი სანტიმეტრ კუბში.
ეს მონაცემიც პრინციპული არის და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის მნიშვნელოვანი საქმეების წინ. ფიზიკურ ახასიათებში ალბათ ჩვენ შეგვიძლია მიზიდულობების მნიშვნელობები გამოვყოთ, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის გაქცევის სიჩქარე, ეგრეთ წოდებული, ანუ კოსმოსური სიჩქარის 1.2 კილომეტრი წამში, ამიტომ უნდა მოწყდეს დედამიწას რაიმე სხეული, ასეთ შესაბამისი აჩქარება უნდა მიენიჭოთ მას. ბრუნვის პერიოდი, სიდერული გარემოქცევის პერიოდი, ხეზული ბრუნვის პერიოდი, დღეებშიც არის მონაცემი, მაგრამ ეს რომ არის 23 საათი 56 წუთი და 4 წამი, ესეც მეტნაკლებად უნდა გვახსოვდეს, რაღაცა გარკვეული მიახლოებით მაინც. ეკვატორზე ბრუნვის სიჩქარე გვაქვს, აგერ მოცემული, რომელიც არ უნდა დაგვარიცხდეს და ყოველთვის რაღაცნაირად შევინარჩუნოთ და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ დედამიწის ხერხის დახრა ძალიან მნიშვნელოვანი არის სივრცეში, რომ ის არის დაახლოებით 23 გრადუსი და 26 მინუტი. ეს ცვლადის იდეა, მაგრამ დროში ძალიან ნელა იცვლება, შესაბამისად, მისი მიახლოებით ცოდნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. Odis ვიხდი იმ სტუდენტების წინაშე, ვისაც უმრავლესობა ამ მონაცემებისა კარგად ახსოვს, მაგრამ ლექციების წინ მისი გადამეორება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ზედაპირული ტემპერატურა ჩვენ ალბათ უფრო ცელსიუსის სკალით გავყვებით, მაგრამ როდესაც შედარება უწევს ასტრონომებს სხვა ობიექტებთან და ლაპარაკი არის სამყაროს კიდეგანოს სივრცეში სხვადასხვა ობიექტებს, იქ უკვე კელვინებში გადასვლა ალბათ მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ზედაპირული ტემპერატურა მინიმალური არის -99 გრადუსი, სიცივის პოლუსი გახსოვთ ალბათ სკოლიდან, ასევე საშუალო ტემპერატურა ზედაპირზე 14 გრადუსი ცელსიუსი, ხოლო ყველაზე დიდი ტემპერატურა თითქმის 58 გრადუსი ცელსიუსი. აი შუალედი არსებობს ტემპერატურისა. მინდა აქვე გაუშვა ხაზი, რომ ზედაპირული ტემპერატურა საშუალო 14 გრადუსი ეს არის არა იმის გამო, რომ მზე გვაქვს ჩვენ ესე კარგად და ძის სიახლოვეს ვიმყოფებით. არამედ იმის უფრო უპირატესად იმის გამო, რომ დედამიწა თვითონ აქტიური სხეულია, შიგნიდან ბირთვიდან გამოიყოფა ენერგია და ეს ენერგია ამოსული იწვევს გარკვეულწილად გათბობასაც. მეორე მომენტი ატმოსფეროს ქონა, დედამიწის ატმოსფეროს ქონა იწვევს ეგრეთ წოდებულ სათბურის ეფექტს, შემოსული სხივების დიდი ნაწილი უკანა ვეღარ აღწევს ატმოსფეროს ღრუბლების ფენას ვეღარ გადის. შესაბამისად ის ცოტა თბილი სხივი შემოვიდა ეცემათ სივრცედაპირიდან გამოსხივება უფრო გრძელი ტალღის სივრცეზე, რომლის მიმართაც გაუმჭვირვალე არის უკვე ატმოსფერო. ამ ორი დიდი ეფექტის გამო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე არის საშუალო 14 გრადუსი და არა თქვათ -10 გრადუსი, როგორც მოსალოდნელი იქნებოდა მხოლოდ მზიდან გათბობა რომ ყოფილიყო თავარი ეფექტი. აქედან გამომდინარე რაღაც იდეალური სათბური პირობები, ეს ტოპოლოგია გამოგვიდა, შეგვექმნა საცხოვრებლად დედამიწაზე. და შემდგომი მომენტი, რომელიც ჩვენთვის სამწუთას მნიშვნელოვანი არ იქნება, მაგრამ ყველა ასტრონომს, როდესაც დაჭირდება კორექტირება გაგვირებული მასალისა და მიყვანა კონკრეტულ სახემდე, მაშინ ატმოსფეროს გათვალისწინება ხდება აუცილებელი, სხვადასხვანაირად, ამიტომ შემადგენლობა მაინც ვიცოდეთ, ამიტომაც ჯობია. ფორმალური მონაცემები არის ის, რომ აქ ჩვენ გვაქვს შემადგენლობაში 78% აზოტი, 20% გახლავთ ჟანგბადი და მერე შემდგომი მცირე რაოდენობით გვაქვს 1%-მდე არის არგონი, იცით, პრაქტიკულად არ შედის არგონი არც ერთ რეაქციებში, ეს ნეიტრალური გაზია და გვაქვს ნახშირბადის დიოქსიდი კიდევ მცირე რაოდენობით. 1%-მდე გაჯერებული არის წყლის ფეთებით, ეს ყველაფერი. ეს გადავაკეთეთ თქვენ თვალზე და გავასწორეთ უფრო ლამაზი და უკეთესი რომ გამოსულიყო ცხრილი. აი, საბოლოო სახე ამ ცხრილსა ესეთი. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ, რომ დედამიწის ატმოსფეროში ეს ძირითადი ორი ნივთიერება, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს მცირე რაოდენობის ნივთიერება უმნიშვნელოა. მათი პროპორციის შეცვლა შეიძლება პრინციპულად საბედისწეროც კი აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში დედამიწის განვითარებისთვის. ამით
ასე ვთქვათ, პატარა შესავალი დედამიწის მახასიათებლების შესახებ.